ოდესმე საკუთარ კუნძულზე გიოცნებიათ, სადაც დარჩენილ ცხოვრებას ბედნიერად გაატარებდით. ალბათ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია, რადგანაც კუნძულები ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა. სოფლიოში არსებობს უამრავი კუნძული, რომელთა ფასიც ძალიან დაბალია. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ამ კუნძულების შეძენა არავის სურს. ამ ეპიზოდში იმ წარმოუდგენელ და შთამბეჭდავ კუნძულებს გაჩვენებთ, რომლებსაც არავინ ყიდულობს. ულამაზესი კუნძული მაცსაიკერი ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარეობს. ავსტრალიის ხელისუფლება ნებისმიერ მსურველს იქ 6 თვით ცხოვრების უფლებას აძლევს. კუნძულზე 4 საძინებლიანი სახლი და ბოსტნეულის ბაღიც დაგხვდებათ, მაგრამ იქ გადასვლისთვის რამდენიმე პირობის შესრულება აუცილებელი. პირველი, კუნძულზე გამგზავრებას მხოლოდ ცოლთან ან ქმართან ერთად შეძლებთ. მეორე, თქვენ ვალდებულნი იქნებით იზრუნოთ კუნძულის ფლორასა და ფაუნაზე. მესამე, თქვენ ყოველდღიურად უნდა აწარმოოთ მეტეოროლოგიური დაკვირვებები და მეოთხე, კუნძულის დატოვება კონტრაქტის ამოწურვამდე აკრძალულია. ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივია, მაგრამ თუ მაცსაიკერზე გაემგზავრებით, გახსოვდეთ, რომ იქ არ დაგხვდებათ ტელევიზორი, ინტერნეტი და მობილური, რითაც გარეთ სამყაროსთან დაკავშირებას შეძლებთ. $40,000 ჩვენ შევიძენთ კარგ ავტომობილს, ვიმოგზაურებთ მსოფლიოს გარშემო და ვიყიდით მცირე ზომის სახლს. სწორედ ამდენივე ღირს მენის შტატში მდებარე პატარა კუნძული. კუნძულზე შუქურა და სახლიც კი დაგხვდებათ. მიუხედავად ამისა, კუნძულს არავინ ყიდულობს, რადგანაც მოქცევის დროს კუნძულის ნახევარს წყალი ფარავს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ კუნძული რეალურად ორჯერ ძვირი ღირს. ამიტომაც თუ მის შეძენას გადაწყვეტ, უმჯობესია მის მფლობელს ფასის შესახებ გაესაუბროთ. შთამბეჭდავი კუნძული გრუინარდი შოტლანდიასთან ახლოს მდებარეობს და ის 90-იან წლებში 500 ფუნტად გაიყიდა. მოგვიანებით კუნძული აუქციონზე კვლავ გაიტანეს, მაგრამ მისი შეძენა არავის სურდა. ალბათ დამეთანხმებით, რომ 500 ფუნტი კუნძულისთვის ძალიან ცოტაა. დიდი ალბათობით მას ყველა ვიყიდით, მაგრამ გრუინარდის შეძენა ჭკვიანური იდეა არაა, რადგანაც ამ კუნძულზე ბრიტანეთის არმია ბიოლოგიური იარაღის, მათ შორის ციმბირული წყლულის ცდებს ატარებდა. კვლევების დასრულების შემდეგ კუნძული დაიცალა, ამიტომაც 1986 წელს ბრიტანეთის მთავრობამ მისი გაწმენდა დაიწყო. ამის შემდეგ კუნძული ტურისტებისთვის კვლავ გაიხსნა. მისი უსაფრთხოების მტკიცებულებად კი კუნძულზე ცხვრისფარა გაუშვეს, რომლებიც იქ თავს კარგად გრძნობენ. მიუხედავად ამისა, არსებობს საშიშროება, რომ კუნძულზე ციმბირული წყლულის კვალი ისევ იგრძნობა. ამიტომაც გრუინარდის შეძენა შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს. კუნძული დაქსი ადრიატიკის ზღვაში, ქალაქი დუბროვნიკის სიახლოვეს მდებარეობს. მრავალი წელია, რაც ის 2 მილიონ ევროდ იყიდება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კუნძულს ზღაპრულს უწოდებენ, მისი შეძენა არავის სურს. კუნძულიდან ულამაზესი ხედები იშლება. გარდა ამისა, იქ წლის განმავლობაში შესანიშნავი ამინდია. მასზე სახლს, შუქურას და სასახლესაც ნახავთ, ხოლო კუნძულიდან ახლომდებარე ქალაქებამდე მისასვლელი მანძილი ძალიან მცირეა. 2 მილიონი ევრო სანაცვლოდ ასეთი კომფორტული პირობები თითქოს იდეალურია. მაშინ რატომ არ ყიდულობს კუნძულს არავინ? საქმე იმაშია, რომ 1944 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულზე 53 ადამიანი ჩაცხრილეს. გარდაცვლილი ადამიანების ნარჩენებს იქ ყოველწლიურად პოულობენ, ამიტომაც მისი შეძენა არავის სურს. პიტკერნის კუნძულები წყნარ ოკეანეში მდებარეობს და ისინი დიდი ბრიტანეთის საკუთრებაში შედიან. ფაქტობრივად 5 კუნძულიდან ადამიანები მხოლოდ ერთზე ცხოვრობენ. თქვენ მასზე საცხოვრებლად გადასვლა თავისუფლად შეგიძლიათ. ამისათვის კი მხოლოდ გემის ბილეთის ყიდვა მოგიწევთ. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ასეთ შესაძლებლობას ყველას თავაზობს, რათა კუნძულის მოსახლეობა გაიზარდოს. დღეისათვის იქ 40 საათი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ იქ გადასვლა არავის სურს და ამ ყველაფერს ორი მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც 1799 წელს იქ გადასახლებული ბრიტანელი აჯანყებულების შთამომავლები არიან, თუდი რეპუტაციით სარგებლობენ. გარდა ამისა, კუნძული დასახლებული პუნქტებიდან ძალიან შორს მდებარეობს და მას სამ თვეში ერთხელ მხოლოდ ახალი ზელანდია ამარაგებს. ყველაფერთან ერთად კუნძულზე ერთი მაღაზიაა, რომელიც კვირაში მხოლოდ 3 დღე მუშაობს. შესაბამისად, თუ მომარაგება კუნძულზე დროულად არ მოვა, ყველაფერი შესაძლოა კატასტროფით დასრულდეს. ამიტომაც ადამიანებს კუნძულზე საცხოვრებლად გადასვლა უფასოდაც კი არ სურთ. ტილამუკი მცირე ზომის კლდოვანი კუნძულია, რომელზეც შუქურა დგას. ის ამერიკაში, ორეგონის შტატში მდებარეობს. თავდაპირველად კუნძული $50,000 შეიძინეს, მაგრამ ამის შემდეგ მისი გაყიდვა მრავალჯერ სცადეს. გაყიდვის მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კუნძული მიატოვეს. საქმე იმაშია, რომ მისი ფასი საკმაოდ მაღალია. მფლობელი კუნძულში $1.2 მილიონ ითხოვს, რაც ასეთი კუნძულისთვის ზედმეტად მაღალი ფასია. გარდა ამისა, შუქურის გამოყენებისა და კუნძულზე რაიმე შენობის აგებისთვის თქვენ სპეციალური ნებართვა დაგჭირდებათ. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ კუნძულზე ძალიან ბევრი ფრინველი ბინადრობს. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ადგილას საუკეთესო ამინდი ნამდვილად არაა. გიგანტური ზომის ტალღები ადამიანებისთვის მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომაც ეს ადგილი რეალურად $40,000 კი არ ღირს. $31,500 თქვენ შეგიძლიათ ამ ხელოვნური კუნძულის მფლობელი გახდეთ. ფორტ კეროლის ფართობი 1.4 ჰექტარია და ის 1848 წელს ამერიკის არმიის მიერ ბალტიმორის პორტების დასაცავად აშენდა. დღეისათვის ეს 6 კუთხა ფორტი მიტოვებულია. თავდაპირველად კუნძულზე 340 საათის ზარბაზანი, სამჭედლო და მეთვალყურის სახლი მდებარეობდა, მაგრამ 1864 წელს ის ძლიერი წვიმების გამო დაიტბორა. გარდა ამისა, ფორტის შეიარაღება ტექნოლოგიების სწრაფად განვითარების გამო მალევე მოძველდა. ამერიკის მთავრობამ ფორტის გაყიდვას სცადა, მაგრამ ეს მცდელობა
მშენებლობა უშედეგოდ დასრულდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ წინა კუნძულის მსგავსად ამ კუნძულზეც უამრავი ფრინველი ბინადრობს, ამიტომაც მასზე დამატებითი შენობების აგება აკრძალულია. 26 ჰექტარის ფართობის კუნძული ლინგა შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მას გარშემო ჩრდილოეთის ზღვა აკრავს. კუნძულის ღირებულება 200,000 ფუნტი სტერლინგია, მაგრამ 4 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ რაც კუნძული აუქციონზე გაიტანეს, მისი ყიდვის მსურველები ჯერაც არ ჩანან. უბრალოდ შეხედეთ მის ზომას. კუნძულის ერთი წერტილიდან მეორემდე მისასვლელად ადამიანს 1 საათი დასჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულზე მხოლოდ ერთი სახლი დგას, მისი ფასი ნამდვილად კარგია. შედარებისთვის 200,000 ფუნტად თქვენ შესაძლოა დიდი ბრიტანეთის ზოგიერთ ქალაქში მცირე ზომის სახლიც კი ვერ შეიძინოთ. დიდი ზომის კუნძული ჯეტერსი პენსილვანიაში, მდინარე დელავერის კალაპოტში მდებარეობს. მისი ღირებულება $150,000, მაგრამ მას არავინ ყიდულობს, რადგანაც იქ მოჩვენებები ბინადრობენ. შესაძლოა თქვენ ფიქრობთ, რომ მოჩვენებები არ არსებობენ, მაგრამ ისინი, ვინც საპირისპიროს ამტკიცებენ, ამ კუნძულს ახლოსაც კი არ ეკარებიან. კუნძული ლითლ როკი კანადაში მდებარეობს და ის სხვა მრავალი კუნძულითაა გარშემორტყმული. კუნძულზე ხშირი ტყია გაშენებული. ეს ადგილი იდეალურია მათთვის, ვისაც განმარტოებით ცხოვრება სურს. მისი ღირებულება $74,000, მაგრამ ის ჯერ არავის უყიდია. ყველაფრის მიზეზი კი ძლიერი დინებაა, რომელსაც კუნძულზე მუდმივად უამრავი ქვიშა მოაქვს. პალმერას ატოლი საუკეთესო არჩევანი იქნება მათთვის, ვინც დედამიწაზე 60 ეძებს. კუნძულის ფართობი 12 კვადრატული კილომეტრია და ის ჰავაის კუნძულებიდან 1500 კილომეტრში მდებარეობს. პალმერა დაუსახლებელი ატოლია, რომელსაც ულამაზესი სანაპირო აქვს. კუნძულზე 4 საწვავის რეზერვუარი, თვითმფრინავების დასაჯდომი ხაზი, წყლის მოსაპოვებელი დანადგარები, ჰოსპიტალი და სხვა მრავალი შენობა, მაგრამ 1979 წლის შემდეგ ამ ატოლის გაყიდვის უამრავი მცდელობის მიუხედავად მას არავინ ყიდულობს. თავდაპირველად კუნძულის მეპატრონეს მასზე პლანტაციის გაშენება სურდა, მაგრამ როგორც ჩანს, მისი გეგმები შეიცვალა. სხვადასხვა პოტენციურ მყიდველებს კუნძულზე სარაკეტო კომპლექსის, ნუდისტური პლაჟისა და ბირთვული ნარჩენების ნაგავსაყრელის განთავსება სურდათ, მაგრამ მისმა მფლობელმა ამ შემოთავაზებებზე უარი თქვა.